დავიწყო. ერთმა დაგნოსოთ, გაგაზრდეროთ, გაიხარეთ, გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს. ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა. ეს საოცარი დოგმატია, საოცარი ბოლომდე გაუხსნელი ჩვენთვის ადამიანური ცნობიერებისათვის ბოლომდე მიუწვდომელი საიდუმლოა, მაგრამ მისაწვდომია ჩვენი რწმენის პირდაპირ პროპორციულად. იმდენად რამდენადაც ჩვენ მივდივართ წინ რწმენაში და მტკიცდებით რწმენაში, მით უფრო ეს ტრანსცენდენტული დოგმატი, ეს მეტაფიზიკური ჭეშმარიტება, ასე დავარქვათ, ხდება უფრო მეტად მისაწვდომი, მისი გაცნობიერება რწმენით, განხტობილი გონებით, განხტობილი ინტელექტით უფრო და უფრო მეტად შესაძლებელი ხდება. გააჩნია, როგორ მიუდგება ადამიანი რა არის მისი ჭურჭლის საზომი, როგორი გული და გონება აქვს მას განწმენდილი, რა ხარისხი არის მისი ცნობიერებისა, როგორ ცდილობს იგი ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით მიაღწიოს იმ საიდუმლოების შემეცნებას, რომელსაც ესე უხვად გთავაზობს ქრისტიანობა და ჩვენი წამსი. ამიტომ ამაღლება უფლისა ეს არის ჩვენი ამაღლების, ჩვენი სულიერი ამაღლების, ეს შეიძლება ვთქვათ, ჩვენი ემოციონალური ამაღლების, ჩვენი გულისა და გონების განწმენდის, მთელი ჩვენი ცხოვრების ამაღლებისა და განხტობის და დანათესავების ადამიანთა მაჩვენებელი. უფალი ამაღლდა და ჩვენც აგვამაღლა. უფალი დაიმდაბლა თავისთვის, რათა ჩვენ ავმაღლდეთ. ღმერთი ზეციდან მიწაზე ჩამოვიდა, რათა ჩვენ ზეცად აგვიყვანოს. უფალი ადამიანი გახდა, სრული ღმერთი, სრული კაცი გახდა, რათა სრული ადამიანობის დავალება, ხატება მოგცა, რათა მსგავსებას და ღვთის ღმერთთან ერთად ამაღლებასა და დანათესავებას, მარჯვენით ღვთისა დაჯდომის კურთხევა და ვთქვათ, ღვთის შვილობის კურთხევა მოგცა და ბუნებით ღმერთის ბუნება მისი ჩვენ მადლით მისადმი მიმსგავსების საშუალებას გვაძლევს. ამიტომ ეს საიდუმლო ძალიან დიდი განტოტვილი საიდუმლო, დიდი ფესვები აქვს ამას. მიიზიდა ყველაფერი, ამაღლდა რა უფალი ჯერ ჯვარს ეცვა რა ამაღლდა ჯვარზე, ჯერ უკვე მაშინ მიიზიდა ყველაფერი, ყოველივე. ამაღლდება და ყოველივეს მივიზიდაო გახსოვთ თქვენ და თვითონაც როცა ზეცად ამაღლდა მიიზიდა მთელი სამყარო და ჭეშმარიტება ასევე უფალი არის ჭეშმარიტება, ასევე იგი არის გზა და სიცოცხლე ასევე იზიდავს, არავის ძალით არ ამაღლებს, ძალით არ კაჩება, მაგრამ იზიდავს ასევე ეს ჭეშმარიტება ეზიდება თავისკენ, თავისი ძალით, ნებით ვინც მიყვება მას. უფალი ადამიანს ყოველთვის უტოვებს, რა თქმა უნდა, უარის თქმის უფლებას, ყოველთვის უტოვებს იმის უფლებას, რომ არ ამაღლდეს და დაუშვათ იყოს თავის მატერიალურ, ასე ვთქვათ, იზოლაციაში, მაგრამ და თავის არასწორ არჩევანში. ბიორობოტს არ ქმნის და არ ძალადობს ადამიანზე, მაგრამ ამავე დროს აძლევს საშუალებას იმისა, რომ რათა ამაღლდა მიიზიდოს და მისკენ წავიდეს და გზა გაუხსნა ადამიანებს. ამიტომ უფალი მოწყალია და იცის მან ყოველივე რა გვიჭირს ჩვენ. როგორ შეიძლება ჩვენ ავმაღლდეთ ამ მძიმე ცხოვრებაში, ამ პოსტაბჭოთა სივრცეს ვეძახი ხოლმე თუ პოსტტოტალიტარულ როგორც გინდა დავარქვათ, რა ვიცი რა ფორმაცია გინდა დავარქვათ, ამ მძიმე მატერიალურ მიწიერ ცხოვრებაში, რომელშიც ვიმყოფებით, ღვთისნებით, არაყოფიერი და ყოფიერში მოგვიყვანა უფალმა მოგცა კურთხევა და ესეა საჭირო, სადაც ვიმყოფებით, აქ უნდა გავიაროთ ზუსტად ის ქრისტიანობის დაუმთავრებელი კურსი, იმიტომ რომ ქრისტიანობის დამთავრებული კურსი არ არსებობს, გავიარე და მივიღე ყველაფერი, გავიგე და ვეზიარე და დავამთავრე ქრისტიანობის კურსი და ასე ვთქვათ, დიპლომი მომეცით, ახლა ესე არ არის, ხო? სიმბოლურად ვთქვათ და არა. ქრისტიანობის კურსი არასდროს თავდება, არც აქ, არც იქ და გრძელდება ყველაფერი. ამიტომ იმდენად ჩვენ ვიმეცნებთ უფლისა ამ საიდუმლოებებს, განსაკუთრებით ამაღლების დღესასწაულზე ვამახვილებთ ყურადღებას, ამაღლდა ზეცად. ეს იმდენად წარმოუდგენელია, მაგრამ ამავე დროს ეს ჭეშმარიტება და ეს ფაქტი, სულიერი და ხორციელი ჩვეულებრივი ფაქტი, რომელიც არაჩვეულებრივი სახით უფალმა თავის მოწაფეებს აჩვენა, ამის შესახებ გაგება იმდენადაც შეგვიძლია ჩვენ ამდენადაც ჩვენ სარწმუნოებაში წინ წავალ და რამდენადაც ეს დოგმატი, ეს მოვლენა გახსნის ჩვენი სარწმუნოების და განწმენდის პროპორციულად საკუთარ თავს ჩვენთვის გახსნის ეს ხატი, ამაღლების ხატი.
ეს როგორც სამების ხატი, სამების ყოველწლიანი სამების საიდუმლოც ასევე ბოლომდე შეუცნობადია. ხო, ნებისმიერ დოგმად ბოლომდე შეუცნობადია. იგი თითქოს ესე იხსნება, როგორც კარედი, თანდათანობით ესე როგორც იხსნება, როგორც ჩვენ ვიზდებით სულიერად. საფუძველი ამ დოგმატისა ზეციური ჭეშმარიტებაა, საფუძველი ამ მოვლენისა ზეციური ჭეშმარიტება და ის თვითონ საკუთარი თავისვე საფუძველია, ესე ვიტყოდი. ყველა ჩვენი ცხოვრებაში ყველაფერი გვეკაჩება ნეგატივისკენ. თითქმის ყველაფერი ცოდვაა. აი რომ დავაკვირდებთ, ამდენობას ვიდენ ჩვენ, ხო? ცოდვები არსებობს სამი ტიპის. ეს ფლის მადლიზეცად გვამაღლებს, მაგრამ აღებული ხართ ამას ოფლიდან თან. მაგრამ ამავე დროს როგორ არის რომ ჩვენ ფაქტურად ეს მიწიერი სამყარო გვამდაბლებს ეს ჩვენი მძიმე მხარე, ჩვენი ჩრდილოვანი მხარე, ეს ჩვენი ნეგატივი გვამდაბლებს ცოდვები, როგორც ხაფანგივით არის, როგორც სათაგურის სატყუარასავით არის ამას სოფლის სატყუარები, როგორც კი შედის ადამიანი ეგრევე იკეტება ის სატყუარას, როცა ნახავს ადამიანი და გონია რაღაცა, ეგრევე ხაფანგი იკეტება, რისკ ფაქტორების ყოველთვის არსებობს, რომ არ ჩაიკეტოს ხაფანგი ჩვენს უკან და ფრთხილად ვიყოთ. და ყველაფერი რაც წინავს, უნდა ვიცოდეთ რომ ოქრო არ არის, იმისათვის რომ ჩვენ გავარჩიოთ ბოროტება და სიკეთე ერთმანეთისაგან. ამისათვის მოგწვა უფალმა და აუმაღლდეთ ამას ოფელზე, რომლიდანაც გამოგვირჩია. ამისათვის სახარება მოგვეცა. წმინდა წერილი მთლიანად მოგვეცა, განსაკუთრებით სახარება ახალი რთმა, ხო? წმინდა წერილი, ყოველი სიტყვა ოქროს ფასი, ყოველი ასო. და რა თქმა უნდა, წმინდა გარდამოცება, მოძღვარი და ასე შემდეგ საიდუმლოებები. რომ ჩვენი ცხოვრება სულ მუდამ ენტროპიზირდება, სულ მუდამ გვეკაჩება ძირს, სულ მუდამ რაღაცა საშიშ მდგომარეობებს უახლოვდება ეს ქაოსი ჩვენში მყოფი, სულ მუდამ არსებობს ესეთი რაღაც დამამდაბლებელი, დამაკნინებელი ძალები, რომლებიც სულ მუდამ ეწინააღმდეგება და ბორბლებში ჯოხს უდებს ადამიანს, რომელიც წინ მიდის. სულ მუდამ ადამიანი ცდილობს და გამოვიდეს ამ მოჯადოებული წრიდან და ერთადერთი ამის გამოსვლის და გარღვევის საშუალება ეს არის თანა განცდა უფლის ასეთი საიდუმლოებებისა და ზიარება ამ დროს, ტრანსცენდირება ამ შემთხვევითობების ხომამოხოლოში, ტრანსცენდირება, ანუ ზე მდგომა ამის ზევიდან შეხედვა, ამაზე მაღლა დადგომა, გადალახვა ამ მიუწვდომლობისა ჩვენთვის შემთხვევითობებად წოდებული მოვლენებისა და ღვთისნების შემეცნებაზე გასვლა, რაც ყოველდღიურ განწმენდილი გუნდითა და გონებით შეიძლება. და ამ ცოდნის საფუძველზე, ღვთაებრივი ცოდნის საფუძველზე შეიმესრო შენი არცოდნის, შენი სიმდაბლის, შენი სიმცირის, ღვთის წინაშე შენი არარაობისა და ასე ვთქვათ, უცოდინარობის შეგრძნება, განცდა, ცოდნა განცდა ამისი და გადალახვა ამისა და გასვლა აზროვნების ემოციონალური შეგრძნებების, თუნდაც ხორციელი შეგრძნების განწმენდის შემდეგ გასვლა სხვა დონეზე, სხვა სიბრტყეზე, უფრო ღმერთმა როგორც ჩვენგან უნდა ისე და იყავ ნება შენი, ხო ვამბობთ? აი ნება შენის გაგების დონეზე, უფლის ნების გაგების დონეზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი არ არის ესეთი არსება, რომლის ხვედრი არის ყველაფრის ცოდნა, ყოვლად კომპეტენტურობა, ყოვლად ესე ვთქვათ, ძალიან სერიოზულად საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენის ქონა და საკუთარი თავის დიდად რაღაცა გადიდებისა და საკუთარი თავის ძალიან დიდი მნიშვნელოვნების განცდა. ადამიანის ხვედრი არის ის, რომ მან ის რაც მიცა უფალმა ის იცოდეს, ის შეისხორცოს, განიღრთოს, ღმერთი ადიდოს და არა ის რომ ეგონოს რომ ყველაფერი იცის იმ შემთხვევაში თან, როდესაც არაფერი არ იცის სინამდვილეში და არ ცოდნის უფსხულზე დადის და კიდე არ იცის სად რა ბილიკზე დადის. ამიტომ აქ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამიტომ ადამიანის ხვედრი არც ის არის რომ მას არაფერი არ ეშლებოდეს. პირიქით ჩვენ ძალიან ბევრ ცოდვას ვიდეთ, ხომ და თითქმის ყველაფერი ცოდვა რო ვაკვირდება, იდი აზრით, სიტყვით, საქმით. ღვთის წინააღმდეგ, მოყვას წინააღმდეგ, საკუთარი თავის წინააღმდეგ, ეს სამი ტიპის ეს ვთქვათ, რიცხვი 3-ას ფიგურია. მაგრამ ნუ ყველაფერი ცოდვა არ არის, მაგრამ ძირითადად რო ვაკვირდები, ხო დააკვირდებით, ძალიან დიდი, ვთქვათ, პროცენტი ამ ჩვენი ქმედებებისა ცოდვის განუწმენდელი როცა არის და არ არის განხტობილი, და ინტელექტუალური ძალები, და ძალები მეტყველებითი, ვერბალური ძალები, შემეცნებითი ორგანოებისა, ხუთის შემეცნების ორგანო დავარქვით, ხუთის შეგრძნების, მათი განუწმენდელობა, განუფილტრაობა, საოცარ დაბრძოლებებს უქმნის ღვთაებრივი ტექსტების მიღებისთვის. და კიდევ სხვა შეგრძნებებიც არსებობს, გარდა ხუთის ზნობის, ძალიან ბევრი რამ არსებობს კიდევ. ესეთი მეტაფიზიკური შეგრძნებები, რომლებზედაც ადამიანი უკვე თვითონ მერე თვითონ შეიგრძნობს და ლაპარაკობს და
ხვდება და გზნობს გავიხსენოთ ვინათა ცხოვრებები თუნდაც აღარ ჩამოთვლი. სულ მუდამ ვიმეორებ რომ ამაღლების განცდა, ამაღლების დღესასწაული გვაძლევს იმის საშუალებას რომ განვიხილოთ, შევხედოთ რა გვამდაბლებდა. ვაღიაროთ ჩვენი მარცხით. მე ვთქვი რომ არ არის ადამიანის ისეთი არსება, რომლის ხვედრი არის შეუცდომლობა და უცოდვედობა და ყოვლის მცოდნეობა. არ არის ესეთი ადამიანი ესეთი, რომელსაც არაფერი არ ეშლება, არასად არ მარცხდება, ყველაფერი მართალია. სად არის ეს? ამიტომ მარცხი დაგემართა, ცოდვა დაგემართა. ჩავახდი ცოდვის სამარცხვინო ეს არის რომ არ აღიარო ეს და არ გააცნობიერო და იგავ არაკიდან გაკვეთილი და მორალი არ გამოიყუტანო იქიდან და ეს შეიგზნო ამის განიცადო. მაშინ ბრძოლაც დაგიმთავრებია და აღარ ბრძოლა არ არის მაშინ, ხო? ამიტომ წმენა გვაძლევს იმის ძალას და საშუალებას რომ გავიმარჯვოთ, ავმაღლდეთ, ამაღლება არ არის, კიდევ ხვალ გილოცოთ, ავმაღლდეთ ამ ეჭვებზე, შემთხვევითობებზე, რომელსაც ჩვენ შემთხვევითობებს უწოდებთ, ახლა დიდი თემაა, სხვა რაღაცებია. ავმაღლდეთ ჩვენს, ვთქვათ, კაპრიზებზე, ცდარ მიდრეკილებებზე, არასწორ არჩევანზე, მტკიცებულებებზე, ამა თუ იმ რაღაც თემებზე, თუნდაც საფუძმეთქო თემების შესახებ. არანაირი მტკიცებულება არ გჭირდება ჩვენ. ჩვენ გვწამს, იმიტომ რომ ვიცით. ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ გვწამს. და ჩვენ ვიცით და გვწამს და გვწამს და ვიცით. ეს ერთი რეალობის ორი ასპექტია ჩვენში მყოფი, ერთი რეალობის. ქრისტიანული ღირსება არის ის, რომ გწამდეს და ამავე დროს იცოდე. შენ იცოდე და ამავე დროს გწამდეს. ქრისტიანული ღირსება არის ის, რომ შენ გწამდეს და იცოდე და გაბედო და გადაწყვიტო, სწორი არჩევანი გააკეთო და ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვრო და ქრისტეს ცნებების აღსრულებას შეეცადო. იდეალურად რა თქმა უნდა ვერ გამოგდის, მაგრამ შეეცადო და მცდელობა უკვე გატკეპნის იმ ბილისგს და გზას, რომელიც შეგაცნობილებს შენს დაცემულობას, შენს ადამიანური ბუნების სისუსტეს, მაგრამ ამავე დროს მოგცემს ძალას, რომ გაარღვიო შენი არასწორი წარმოდგენები და არასრული, არასრულყოფილი, ასე ვთქვათ, აზრობრივი შეცდომები, მეტყველებით შეცდომები, ქმედით შეცდომები და ეს მახეები, ეს ილუზიები წარმატებით გადალახო და განიჯაჭვო ყოვლისაგან, რაც გაჯაჭვავს, რაც გამდაბლებს, რაც გამძიმებს, რაც ბალასტია, რაც ბიჟუტერია, რაც ზიზილპიპილოებია, რაც ბორკილებია, რაც მეორადია, რაც მეასედია და მეათასედია და არა ის, რაც პირველადია, იმას გაცილებ. პირველადზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენში აღქმა პირველადისა გვამაღლებს, მარადიული საქმე ჩვენში გვამაღლებს სამომიციერიდან და ჩვენი თავის აღქმა შემდეგ უკვე მართალი და ჭეშმარიტი გამოდის. უფალი წინსვლაში არ ვზღუდავს, უფალი ამაღლებაში არ ვზღუდავს, პირიქით ხელს გვიწყობს, გვეხმარება, სრულყოფილების გვიბიძგებს, გადახრის, მოგვიწოდებს, ყოველთვის არსებობს ადამიანისათვის. რაც არ უნდა მაღალ ხარისხს მიაღწიოს, ამაღლდეს ადამიანი სულიერად, რაც არ უნდა მაღალ მორალურ თუ სულიერ თუ ვერბალურ თუ ცნობიერებით ხარისხს მიაღწიოს, ყოველთვის არსებობს ამაღლებულობის წინაშე, ყოველთვის არსებობს უფრო კიდევ მაღალი დონე. და იმის შემდეგ კიდევ უფრო მაღალი და ასე შემდეგ უსასრულოდ. ამიტომ გისურვებთ, რომ მცირედ წინსვლით, მადლიდან მადლამდე, მადლისაცილ მიიღეთ და თანდათანობით მცირედ, მაგრამ იცეთ სარწმუნოებაში და კეთილი ცვლილებებისკენ თქვენს უფრო თანაბრად ამაღლებული წინსვლადი და გზახსნელი ყოფილიყავით. მადლობისა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.